მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ვალერი გვალუკაშვილი, თქვენ უყურებთ არხს ქართული ამერიკა. დღეს მინდა გარკვეული ცვლილებები შემოგიერთეთ და დღეს შეეხება ეს თემა ბინადრობის მქონე ადამიანებს, ანუ ვისაც მწვანე ბარათი გაგაჩნიათ, გარკვეული ტიპის გამკაცრებული რეგულაციები შეიტანეს ცვლილებაში საიმიგრაციო მიმართულებით. ტრამპის თეთრი სახლის ადმინისტრაცია რაღაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ცვლილებებს ახორციელებს ამ მიმართულებით და მინდა რომ გაგიზიაროთ 5 ძირითადი პუნქტი ამ მიმართულებით და დავიწყეთ. თქვენი საიმედო პარტნიორის საიმიგრაციო საკითხებში გვალუკაშვილი და კომპანია. დაგვიკავშირდეთ. პირველ რიგში, ვინც მწვანე ბარათის ფლობელი ხართ, იგივე ბინადრობის უფლება გაგაჩნიათ, გილოცავთ ერთი ნაბიჯით ახლოს ხართ უკვე ამერიკის მოქალაქეობასთან, მაგრამ სამწუხაროდ ყველანაირად მაქსიმალურად დაცულები ჯერ კიდევ არ ხართ და ჯერ კიდევ იტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები უფლებას, რომ გარკვეული ტიპის დარღვევებზე, ცვლილებებზე თუ ასე შემდეგ გაგიუქმოთ თქვენი სტატუსი და დღეს მინდა ზუსტად ამ თემაზე გესაუბროთ. პირველი პუნქტი იქნება ეს თხრობის შემთხვევაში, ანუ იქნებით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თუ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას და გადაგაყენებენ, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ გაგიუქმონ სტატუსი. ანუ DUI-ს რო ეძახიან, ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენ გაგიუქმონ სტატუსი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყოთ, მანამ სანამ ჯერ ერთი ეს ისეთი თემა არის, სულ ყოველთვის გასათვალისწინებელია, სულ რაღაცა რკინის და ტიტანის სტატუსი ქონდეთ და ვერავინ სტატუსს ვერ ეხებოდეს, არ უნდა იყოს ეგ ერთადერთი мотиваცია იმისათვის, რომ თქვენ არ მართოთ ავტომობილი რაღაცა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის ალკოჰოლის. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს სტატუსი შეინარჩუნოთ. ამიტომ შეეცადეთ და აუცილებლად შეასრულეთ ეს პირობა, დაჯდებით საჭესთან თვალები, მოწეულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევა არის აქამდე არც თუ ისე ყურადსაღები, მაგრამ საგზაო ჯარიმები. კონკრეტულად კი სისწრაფის გადაჭარბების ჯარიმები. საიმიგრაციოში ახალი საზომი ერთეული შეიტანეს, ეს არის ადამიანის მორალი, ანუ ცუდი მორალის და კაი მორალის ადამიანებად დაყვეს ესე იგი და ესე იგი რას ნიშნავს? ახლა ერთხელ თუ ჯარიმა აიღო, მაგალითად ცოტათი გადააჭარბა სისწრაფ ადამიანმა, ადამიანები ვერ ხდება. ამის გამო ვიღაცა ცულს არ ჩაგარტყავთ საიმიგრაციო მიმართულებით. ორჯერ რო გააკეთოთ იგივე, რა ვიცი რა, ახლა ორჯერაც ხდება, გააჩნია რა პერიოდში, ხო დროის, ხო, ახლა თუ დღეში ორჯერ არ აიღეთ. 3ჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ და დამიჯერე არიან ადამიანები და შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. არიან ადამიანები, ვინც ძალიან დიდი რაოდენობის ჯარიმებს იღებენ და ამ შემთხვევაში საიმიგრაციოს გამო დასკვნა, რომ ესეთი ადამიანი არც თუ ისე კარგი მორალის პატრონი არის და შესაძლებელი არის ამან გამოიწვიოს თქვენი სტატუსის ჩამორთმევა. განსაკუთრებით კი იმ პერიოდში თუ კი თქვენ გადააგზავნით საბუთებს უკვე მოქალაქეობა გიწევთ და გადააოლებენ თვალს თქვენს მდგომარეობას და აღმოაჩენ ესეთ რაღაცას, მოკლედ შეიძლება ესეთი უწყინარი რამეც ჩვეულებრივი საგზაო ჯარიმა, ხო, არაფერი ისეთი განსაკუთრებული აღმოჩნდეს ძალიან დიდი პრობლემა. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს. მესამე თემა, ვისაუბროთ გადასახადებზე. ადამიანები, ვინც იხდით გადასახადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ კი ბინადარი ბრძანდებით და მუშაობთ, აუცილებლად იხდით გადასახადებს, არ უნდა იქონიოთ საგადასახადო დავალიანება. რას ნიშნავს ეს? თუ მაგალითად წლის ბოლოს მოგიწიათ გადასახადების გადახდა და თქვენ არ გაქვთ საშუალება, რომ ეს გადასახადები ბოლომდე გადაიხადოთ ან საერთოდ არ გადაიხადოთ, იმის და მიუხედავად საგადასახადო სისტემა იგივე IRS გაძლევთ საშუალებას და არჩევანს, რომ შეიძლება გადაანაწილოთ, ნელ-ნელა გადაიხადოთ ან გვიან გადაიხადოთ, საიმიგრაციოსთვის ეს შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ თქვენ სტატუსი გაგიუქმონ. იგივე შემთხვევაში, მაგალითად თუ შეიტანეთ მოქალაქეობაზე განაცხადი და თქვენ არ გექნებათ სრულყოფილად საგადასახადო მიმართულებით გადასახადები გადახდილი, შეიძლება ეს აღმოჩნდეს. პირველ რიგში მიზეზი უარისა, რომ გააგრძელოთ თქვენი პროცესი და მიიღოთ მოქალაქეობა და შეიძლება ეს გახდეს მიზეზი
საერთო სტატუსის ჩამორთმევის. აქედან გამომდინარე გაითვალისწინეთ ესაც. შემდეგი პუნქტი, მეოთხე პუნქტი არის საზღვარგარეთ გატარებული დრო, ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გატარებული დრო. ვინც ბინადარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება თქვენგან, რომ თქვენ ბინადრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეიძლება სხვაგან გახვიდეთ რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ რეგულაცია არსებობს ესეთი, რომ 6 თვეზე მეტი თუ ადამიანმა გაატარა ამერიკის საზღვრებს გარეთ, ეს უკვე დარღვევა ითვლება. აქამდეც იყო ესეთი რეგულაცია, თუმცა ესე ძალიან მკაცრად ნაკლებად კონტროლდებოდა და ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით ყველა მწვანე ბარათის მფლობელ ადამიანს, ვინც ბრუნდება უკან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობიდან, ძალიან მკაცრად ამოწმებენ და შეიძლება ეს გახდეს მიზეზი იმისათვის, რომ პრობლემები შეიქმნა მესაზღვრეებმა და მესაზღვრეებს დამიჯერე მისცეს ძალიან დიდი უფლებები, იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე აქამდე ქონდათ, რომ პრობლემები შეიქმნან და პირველ რიგში ყველაზე ნაკლები რაც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ცალკე ოთახში გაგიყვანოთ და გაგწურონ კითხვებში, რატო გახვედით, სად იყავით ამდენი ხანი, ასე შემდეგ და ასე. შეიძლება ამან გამოიწვიოს მერე საიმიგრაციო გართულებებიც. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ, რომ არ დაარღვიოთ ეს რეგულაცია, თუ წინასწარ იცით, რომ თქვენ მოგიწევთ იმაზე დიდი ხნით გახვიდეთ გარეთ, ვიდრე რეგულაცია ითვალისწინებს, ანუ 6 თვეზე მეტი, ამისთვის არსებობს საიმიგრაციო გზები, წინასწარ ფორმების შევსება და ნებართვის აღება და გაფრთხილება საიმიგრაციოში, რომ თქვენ აპირებთ უფრო დიდი ხნით გარეთ გასვლას და შესაბამისი ფორმები გექნებათ. ამ შემთხვევაში ნაკლებ პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ ეს უკვე შემდეგ. არსებობს ანუ გზები. ასევე ბოლო და ჩემთვის ყველაზე გაუგებარი და ვიტყოდი სამარცხვინო, რაც კი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ იკადრა, ეს არის, იკადრა იმიტომ რომ ეხლა რასაც ვიტყვი. კრიტიკა მთავრობის მიმართ შეიძლება ვისაც აქვს ბინადრობის უფლებები მწვანე ბარათი, თუ მოახდინა ამ მთავრობის კრიტიკა, ანუ ესე იგი გამოთქვა ის აზრი, რასაც მთავრობა არ ეთანხმება, საიმიგრაციო დეპარტამენტი იტოვებს უფლებას, რომ გაგიუქმოთ სტატუსი, იმ მიზეზით, რომ რაღაცა ამორალურები ხართ და შეიძლება რაღაცა საფრთხესაც კი წარმოადგენდეთ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, იმის გამო, რომ თქვენ შეიძლება რაღაცა კრიტიკული აზრი გაგაჩნდეთ ამ მთავრობის წინააღმდეგ. რასაც მე ვეძახი კონსტიტუციის პირველი ცვლილების უხეშ დარღვევას, First Amendment-ს რაც ეძახიან, რაც მოიცავს სიტყვის თავისუფლებას, ფაქტიურად ადამიანს და ადამიანებს პირს უკერავენ და რაღაცა ძალიან მეცინება ეხა ამას რომ, მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ფრაზას ამოუშვებდი ჩემს ბაგებიდან, ვინც მწვანე ბარათის მფლობელები ხართ და გინდათ რომ პრობლემები არ შეგექმნათ საიმიგრაციო მიმართულებით, განსაკუთრებით იქამდე მანამ მოქალაქეობას არ აიღებთ, შეეცადეთ ხმამაღლა სოციალურ ქსელების გამოყენებით, ან რა ვიცი, რაღაცა მასობრივი ინფორმაციის გავრცელებით, შეეცადეთ ძალიან კრიტიკულები არ იყოთ ამ მთავრობის წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ეს თქვენ საწინააღმდეგო დატრიალდეთ, რა ვიცი, ვინ იზავდა თუ არა ტრამპი ამაზე უარესი ხდება აგერ ახლა მიმდინარეობს პროცესი პენტაგონში უთხრეს ავტორიზებულ პრესის წარმომადგენელს, რომ ფაქტიურად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, თუ კი ავტორიზაციას არ გაივლიან პენტაგონის პრეს-სამსახურთან. ესე იგი, რას ნიშნავს, როდესაც პენტაგონის ამბებს აშუქებენ პენტაგონის შენობიდან, მოთხოვნა აქვთ, რომ მარტო იმ ინფორმაციას გაავრცელებენ, რასაც პენტაგონი დაეთანხმება, ანუ ავტორიზაციას გაივლის. რა ვიცი, რა თქმა უნდა, ამას მოყობა წინააღმდეგობა და მიდის ამაზე პროცესები, მაგრამ საერთოდ ამაზე რო არის საუბარი, ჩემთვის ძალიან მიუღებელიც არის და ძალიან გაუგებარიც, რომ საერთოდ ამ დონეზე შეიძლება ესეთი ქვეყანა მივიდეს, რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო ხოლმე სიტყვის თავისუფლებით, ადამიანის უფლებების დაცვით, პრესის თავისუფლებით და ასე შემდეგ. მოვა არჩევნები სავარაუდოდ ბევრ რამე შეიცვლება, მაგრამ ამ ეტაპზე არის ისეთი რაღაცეები, რაზეც რა ვიცი, რო ვლაპარაკობ, უკვე მე ხამუშება, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე,
ნუ იქნებით ძალიან კრიტიკულები და თქვენ სოციალურ ქსელებში არ დაწეროთ ისეთი რამ, რაც შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იყოს საიმიგრაციო სამსახურის მხრიდან და ამან შეიძლება შეიქმნათ შემდეგ უკვე პოტენციურად საიმიგრაციო პრობლემები. ნუ, ვაიმე. ფაქტიურად ჩემო მიკროფონმა დაასრულა. სათქმელია, მაიკ დროპი გააკეთა. მოკლედ, ყველას გისურვებ წარმატებას. ეს იყო ძირითადი 5 პუნქტი, რამაც ჩემში გარკვეულმა ზოგიერთმა პუნქტმა გაკვირვება გამოიწვია, რომ ეს ხდება ამ ქვეყანაში. ნუ ხდება, რაც ვიზოთ, რაც არის ეს არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. წარმატებას გისურვებთ ყველას, თქვენი ოცნების ასრულებას. თუ საიმიგრაციო მიმართულებით რაიმე ტიპის დახმარება დაგჭირდებათ, არსებობს გველუკაშვილი და კომპანია gvelukashvili.com, შედით, დაგვიკავშირდით. მომავალ შეხვედრამდე საინტერესო ვიდეოებით. კარგად წონებათ.